პროტესტის მონაწილეთა ძალადობრივი დარბევების გამო თეირანზე საპასუხოდ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები შესაძლოა დღეს წარმოადგინოს. ამის შესახებ ევრონიუს 2-მა ინფორმირებულმა დიპლომატმა განუცხადა. ბლოკის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის მიერ შემოთავაზებული ზომები უკვე მოქმედ სანქციებს დაემატება. მიმდინარე კვირის დასაწყისში კაია კალასმა მიანიშნა, რომ მზად იყო ახალი სანქციების დაწესებისთვის იმ ძალადობაზე საპასუხოდ, რომელმაც ირანში ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციებზე, უცნობია. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია სხვადასხვა რიცხვზე საუბრობს. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ამერიკული ორგანიზაციის თანახმად დაღუპულთა რაოდენობა 4 შაბათის მონაცემებით 2571-ია. არაოფიციალური მონაცემები მიანიშნებენ, რომ რეალური რიცხვი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს. ევროკავშირის ახალი ზომები ირანის წინააღმდეგ დაწესებულ უკვე ფართო სანქციებს გააფართოებს. ბლოკის მიერ თეირანისთვის დაწესებული სანქციები ძირითადად სამოგზაურო აკრძალვებსა და აქტივების გაყინვას მოიცავს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების, ბირთვული იარაღის გავრცელებისა და რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის გამო. დღემდე ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 230-ზე მეტ ირანელს, მათ შორის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, აჰმად ვაჰიდის, ასევე 40-ზე მეტ ორგანიზაციასა და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალ სანქციებს მომდევნო შეხვედრაზე 29 იანვარს განიხილავენ. შეხვედრას კაია კალასი უმასპინძლებს.